ბავშვი 1000 ცხენი ხო არ მოვიდა? შემთხვევით 1000 ცხენი ხო არ ბაბანებდა აქ. კი, რა თქმა უნდა გავაძლიერეთ ეს მანქანა, იმიტომ GT-რის სტოკი არ გვეკადრებოდა, იმიტომ GTS-ის მერე აპგრეიდი რო გავაკეთეთ, უხეში ტესტ-დრაივის არხზე, რა თქმა უნდა ეს GT-რი იმსახურებდა ცხენებს, მოყრილ უხეშ ცხენებს. გადმოვიტანეთ ჩვენი საჭირო ნივთები, რაც გვჭირდებოდა. საჭირო ნივთი არის აი ეს ორი ტურბინა რო აყენია გადმოტორსის, რომელიც გამოიმუშავებს აი ამ ცხენებს. ეს ზრავი ამ ტურბინებით, კიდე იქ დანარჩენი უკვე მთელი ისტორია გვაქვს ამ მანქანების, თუ როგორ ვაკეთებ და რანაირად ვაკეთებდით. ეხლა ნაწილებს აღარ ჩამოვთვლი, უბრალოდ მინდოდა რომ გენახათ, რომ ეს GT-რიც დასრულებულია და ესეც ძალიან ძლავრია. კიდე დაგვაჩელენჯეს გიორგიმ ქროსიდან დაგვაჩელენჯა. პირადად მე გამომიწვია drag racing-ში 402 მეტრზე. მე მყავს GTS-იო, ამ GTS-ით გიწევ სტოკ GTS-ზეო და რუსთავში შევხვდებითო. ერთი სიტყვით პასუხი მინდა გავცე მაგ გამოწვევას. სტოკი GTS-ი ჩვენ არასდროს არ ვყოლია, სტოკი GTS-ი ჩვენ მყავდა მაშინ, როდესაც თბილისამდე ჩამოვედით გერმანიიდან. როგორც კი თბილისში მოხვდა ეგ ავტომობილი საქართველოში, ჩვენ რო GTS-ი ვყავდა რუხი, რომელიც გაიყიდა და ნოდოკოდუას ყავს, ძალიან გვიხარია რომ ესეთ ხალხში ტრიალებს ჩვენი ავტომობილები, მაგრამ გავაგზავნებ. ეგ GTS-იც კი არ იყო სტოკი. არაერთ შეჯიბრზე მიიღო მდინარეზე მაგ მანქანით მონაწილეობა და ნუ 1000 ცხენზე იყო ის GTS-ი. მაგ GTS-ის შემდეგ ჩვენ გადავჯექით GT-R-ზე, ნამდვილი GT-R, რომელიც გაძლიერებულია ასევე და ამასაც აქვს 1000 ცხენის ზალა. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ პირველი ჩვენ GTS-ი არ გვყავს სტოკი, მეორე drag racing-ში ჩემი აზრით ვერ გაარკვევ, ვინ უფრო მაგარი მძღოლია და ზოგადად მაგაზე დიდად კომენტარის გაკეთება არც მინდოდა, იმიტომ რომ მე არ ვთვლი რომ drag racing-ზე რამე მაქვს დასამტკიცებელი. მე პირადად, თუმცა მესმის hype-ისთვის YouTube-ის სტილში შეგვეძლო drag racing-ში დადგომა. ნუ მისაღებია რესპექტი ჩემგან მაგაზე, გამოწვევა მიღებულია ფაქტიურად, მაგრამ შენც ხვდები ალბათ რომ ეს ჩელენჯი რეალობას არ შეესაბამება. თუნდაც იმიტომ რომ რა მანქანითაც გამომიწვიე, ეგ ვიცით ვისი იყო, ვინ გააკეთა, რა აქვს გაკეთებული და ასე შემდეგ. ანუ ეგ სტოკი არ არის. მეორე, ჩვენ არ ყავს სტოკი GTS, კიდე ხაზი მინდა გავუსვამო, ჩვენ ყავს GT-R 1000 ცხენის ზალიანი. და მესამე, როდესაც ადამიანს აჩელენჯებთ, თქვენ უნდა მოერგოთ მათ წესებს. მე პირადად გეუბნები რომ ამ მანქანის გასტოკებას არ დავიწყებ იმისთვის, რომ ჩელენჯში მივიღო მონაწილეობა. პეტაშუმაც გამოგვიწვია ჩელენჯში, ისიც მოერგო ჩვენ წესებს. ამიტომ ვინმეს თუ ოდესმე რამე გამოწვევა გენდომებათ ჩვენთან, ან ჩემთან, ან დინარაძესთან, ჩვენ არასდროს უკან არ დავიხევთ, მაგრამ ჩვენ წესებს უნდა მოერგოთ. და მეოთხე, ბოლო, მე ესე ვიტყოდი, ჩვენ გამოვდივართ შეჯიბრებებში, ამიტომ ვინმეს თუ პრეტენზია აქვს, ხომ შეუძლია შეჯიბრებებში მიიღოს მონაწილეობა და იქ შეხვდეს ჩვენ. ყველა მიცის ჩვენი მანქანები, ყველა ავტომობილი გაპროექტებულია, ამიტომ ყველანაირი ვიდეო და ინფორმაცია არსებობს YouTube არხზე, უხეში ტესტ-დრაივის არხზე. რა მანქანები ყავს, რა სიმძლავრის არის და რისთვის არის. ერთი სიტყვით, ვინმეს თუ სამომავლოდ გექნებათ რამე პრეტენზია, რომ გამომიწვიოთ drag racing-ში, იქნება თუ drift-ში, იქნება თუ სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ დისციპლინაში, ჩვენის ხალხი არ ვართ, რომ უკან დავიხიოთ, ამიტომ მოამზადეთ მანქანები ისე როგორც საჭიროა და მერე გამოგვიწვიეთ ჩელენჯებში. ეხლა გავაგრძელებ ისე ჩვენ GT-R-ზე საუბარს. ერთი სიტყვით ისეთი გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა და მე მგონი თქვენს მოგწონთ, იმიტომ რომ ეს ვიზუალი უკვე ნახეთ, მაგრამ გაძლიერებული არ გინახავთ. ამ მანქანაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩვენ GTS-ი ყავდა წლები, შეჯიბრზე ვიყევდით მაგით მონაწილეობას და ნუ კიდევ ერთხელ იმას გავიმეორებ, რომ აი ყველაფერი გადავიღეთ, რაც კი შეიძლებოდა გადაგვეღო. ასევე კვარაცხელიას მწვანე GT-R-ის ტესტ-დრაივიც გადავიღეთ და მერე რა თქმა უნდა დავაგვირგვინეთ, იმითი რომ ჩვენი საკუთარი GT-R ვიყიდეთ და ესეც გავაძლიერეთ და ამის ვიდეოებიც დევს და ნუ ეს ვიდეოც მაგას ეძღვნება რომ ჩვენი GT-R არის დასრულებული. ამ მანქანაზე დარჩა ეხა ტექდათვალიერების გავლა, რომ ქალაქში ვიაროთ ხოლმე და ვითესლავთ აი ამ ულამაზესი GT-R და რა თქმა უნდა ახალი ზეთი გვინდა ჩავასხათ. ზეთი უნდა გამოვწოლოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე ავტომობილის სითხეებს. ეს სითხე იქნება სამუხრუჭე, ანტიფრიზი იქნება, ზეთი იქნება, ძრავის თუ გადაცემათა კოლბის. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ჩვენი სულიერი სიმშვიდისთვის, ეგ არის საჭირო, რომ სითხეები შეიცვალოს. აქედან წავალთ, ტექდათვალიერებას გავატარებთ და რა თქმა უნდა, ზეთებზეც ვალვორინში შევირბენთ.
ჩემი რჩევები გულთან ახლოს მიგაქვთ, ვინც ჩემ რჩევებს ითვალისწინებს და უსმენს, თქვენთვის იქნება საინტერესო ეხლა რასაც ვიტყვი და ვისაც გონია რომ უბრალოდ რაღაც რეკლამებს ვაკეთებ, შეგიძლიათ დასკიპოთ, ან საერთოდ არ მოусმინოთ იმას, რასაც მე ვიტყვი ეხლა. როდესაც სპორტულ მანქანას ყავს მფლობელობაში განსხვავებული ძვირიანი ავტომობილი. ეს ეხლა მე აქცენტი მაქვს, იმიტომ რომ GT-ს ხედავთ კაჩი, მაგრამ ნებისმიერი მანქანა, რომელიც ყავთ, მნიშვნელოვანია სწორი ზეთის შერჩევა. ანუ ბრენდზე არ ვსაუბრობ. ზოგადად სწორი დაშვება, სწორი ზეთის შერჩევა არის მნიშვნელოვანი და გეტყვით რატომ. ზეთი არის ერთადერთი სითხე, რომელიც პირველ რიგში იცავს ძრავს. ანუ ძრავი თუ გინდა დიდხანს მოგემსახუროს, გჭირდება კარგი ზეთი. ასევე გადაცემათა კოლოფი, ასევე ხიდი, ასევე ანტიფრიზია საჭირო, იმიტომ რომ ეს სითხეები უზრუნველყოფს დაცვას და თუ გინდა დიდხანს მოგემსახუროს შენი ავტომობილი, რა თქმა უნდა, აი ყველა სითხე უნდა შეცვალო. ასევე გადაცემათა კოლოფის ზეთზე მინდა ვისაუბრო. გადაცემათა კოლოფის ზეთს ბევრი ყურადღებას არ აქცევს ხოლმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ეგეთ შემთხვევები, რომ როდესაც გავაძლიერეთ მანქანები, მე დაიწყო უკვე გადაცემათა კოლოფმა ავტომატიკის გუნცვა, აი ბუქსაობა დაიწყო, ვეღარ მუშაობდა ესე როგორც საჭირო იყო და პირველი რაც გავაკეთეთ, ჩავასხით სწორი ზეთი, რომ აი ამ ძალას მორეოდა. ნუ ეხლა აღარ ჩაუყვები როგორ მუშაობს გადაცემათა კოლოფი და რატომ მნიშვნელოვანი ზეთი, მაგრამ ჩემ არს ვინც უყურებს, დარწმუნებული ვარ, ეგ ამის ახსნა არც გჭირდება და ეგ ისედაც იცით. რაც შეეხება ძრავის ზეთს, ისევ დაუბრუნდებით ძრავის ზეთს, რაღაც გარკვეულ კატეგორიებზე არის ფასდაკლებები, შეგიძლიათ საის ადევნოთ თვალყური, ან თუ გაინტერესებს, შეგიძლიათ მიწეროთ, Facebook-ზე შეგიძლიათ მიწეროთ, შეგიძლიათ დაურეკოთ და კითხოთ თქვენი ავტომობილისთვის ზეთი და რა ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ და ზოგადად ეს მოსახურება რა დაჯდება. ასევე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა უკვე აქციულ და ზამთარს უახლოვდებით, ანტიფრიზი. ხალხი ანტიფრიზს ცვლის ფერის მიხედვით, გემოვნებით და ასე შემდეგ. მარტო ვალვონის აქვს 8 სხვადასხვა ანტიფრიზი, ანუ სხვადასხვა დაშვებებით. ამიტომ აი წითელი ასხე და მოდი წითელს ჩავასხავ, ეგ არის მცდარი შეხედულება. ამიტომ მაგაზეც შეგიძლიათ დაურეკოთ, შეგიძლიათ გაარკვიოთ თუ რომელი ანტიფრიზი ჭირდება თქვენ მანქანას და მე უკვე დანარჩენ პირობებზე შეთანხმდებით. იმის თქმა მინდა რომ ესენი არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც უნდა იცოდეთ თუ გინდათ რომ თქვენი ავტომობილი იყოს შენახული. მოვედით ავტოტესტში, რომ გავატაროთ ეგ დათვალიერება. ჩვენ დიდ დროს ვატარებთ ხოლმე დიღომში. სულ დიღომში მოძრაობთ ხოლმე. აღმაშენებლის ხეივანზე, ნუ იმიტომ რომ აქ გვაქვს ხოლმე ყველაზე მეტი საქმე. ვინაიდან ჩვენი მანქანები არის სპორტულად ძალიან დაბალი, ხშირად გვიწევს ხოლმე ავტოტესტში მოსვლა, იმიტომ რომ აქ არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შესასვლელი. ანუ ბევრი მანქანით სხვაგან ეგ დათვალიერებას ვერ ვატარებთ ხოლმე სპორტულად გულისხმობ, იმიტომ რომ გასატესტი ადგილი სადაც არის მანქანა რომ უნდა ჩავარდეს წინასაბურავებით, მე რომ უნდა გადავიდეს ამას და უკანასაბურავებით ჩავარდეს, ანუ მან ვერ ეტევა ხოლმე ჩვენი მანქანები, ვინაიდან დაბალია. ზუსტად ერთ-ერთი ტეგ დათვალიერება იყო, როდესაც ერთმანეთი გავიცანი ჩვენ მანქანას ვატარებდით, აქ ტეგ დათვალიერება ჭირდებოდა და ესეთი რაღაც შემომთავაზეს, რომ თქვენი გამომწერებისთვისო, ვინც მოვაო აქო, უხეშ პრომოკოდს ვინც გამოიყენებს, ყველა შევა ურიგოთ მოვიმსახურებით. ამიტომ ვისაც ტეგ დათვალიერება გინდათ რომ გაიაროთ და დრო არ გაქვთ და გეჩქარებათ ხოლმე, შეგიძლიათ პრომოკოდი უხეში გამოიყენოთ ავტოტესტში. ნუ აღმაშენებლის ხეივანში ვართ ხოლმე ჩვენ, მაგრამ ასევე მეორე ფილიალი არის ვაკესაბურთალოზე და შეგიძლიათ ურიგოთ, შეაგდოთ თქვენი ავტომობილი და მოემსახურებიან ისე როგორც საჭიროა. შევიდეთ ახლა დაურეგისტრირეთ და ავტომობილს მიხედავენ თვითონ. ეგ დათვალიერება წარმატებით გაიარა ჩვენმა GT-ერმა. ზოგადად ჩვენ მანქანებს ისე ვაძლიერებთ ხოლმე, რომ ქალაქისთვის იყოს ვარგისიანი. ანუ იმას ვიძახი, რომ ეს მოთხოვნები რაც არის, იმას ვაკმაყოფილებთ ხოლმე. რომელი მანქანას ვერ აკმაყოფილებს და არ არის street legal-ი, ანუ რომელზეც შეიძლება რომ ჯარიმა დაგვიწერო. რა თქმა უნდა, ეგეთები გვყავს, არის ეგეთი Mustang-ი, რომელთაც გადაადგილება ქალაქში საპატრულო პოლიციის გაფრთხილების გარეშე არ შეიძლება და არის BRZ, რომელსაც ვაკეთებ და ნუ ეგეც იქნება უკვე სპორტული ბოლიდი. მაგ შემთხვევაში უნდა გააფრთხილო ხოლმე საპატრულო,
ლიცენზია იყო მაგ მანქანის და მერე შეგიძლია A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება. მაგრამ ესეთი ავტომობილები, როგორც არის GT-ი, როგორც არის Corvette, ჩვენ ისე გვყავს გაკეთებული ეგ მანქანები, რომ შეგვიძლია ქალაქში ლეგალურად გადავაადგილდებოდეს. ამიტომ წარმატებით გაიარა ამ GT-მა თავისი ტექდათვალიერება. უგმესი მადლობა ავტოტეს. კიდე ერთხელ შეგახსენებთ, ვისაც დრო არ გაგვთხოვენ და გეჩქარებათ და გინდათ რომ მარტივად გაიაროთ ტექდათვალიერება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ აღმაშენებლის ფილიალში, ვაკე საბურთალოს ფილიალში და პრომო კოდი უხეში გამოიყენოთ და ურიგოთ შეიყვანოთ თქვენი ავტომობილი ტექდათვალიერებაზე. ეხლა ჩვენ გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეო. წავიდეთ. გადმოვინახოთ BRZ-სთან, რის გამოც თქვენ დააკლიკეთ ამ ვიდეოს და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვისაუბრო იმაზე, თუ რა გაუკეთდა ამ მანქანას. პირველი ვიდეო, სადაც BRZ გამოაჩინე, მანდ იყო უბრალოდ ავტომობილი, რომ შევიძინე და ის ნაწილები, რომლებიც უნდა დამეყენებინა ამ მანქანაზე, მაგრამ ეგ იყო რაღაცა ფანტაზიის წარმოსახვა. ეხლა უკვე რეალობა არის ეს მანქანა და აი ესე კეთდება. ნაბიჯ მოგიყვებით ეტაპობრივად, თუ რა გაკეთდა ამ მანქანაზე და როგორ ვაკეთებდით და ვისთან ვაკეთებდით ამ ყველაფერს. თუ ვინმე გამომრჩება, აი წინასწარ ბოდიშს ვიხდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარება ხოლმე ჩვენ პროექტებში. იმდენი რაღაც ჭირდება ჩვენ პროექტებს, რომ განხორციელდეს და უკვე დასრულებული ავტომობილი შემოგთავაზოთ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამიტომ მე ვეცდები, რომ არავინ არ გამომრჩეს, დიდი დრო გავიდა, ბევრი რაღაც გაკეთდა ამ მანქანაზე, უკვე ძრავიც და დადუგულიც არის და ბოდიკიტიც აყენია. ამიტომ ეტაპობრივად სულ თავიდან დავიწყებ. პირველი საფეხური იყო ამ ავტომობილის ბოლომდე დაშლა, იმიტომ რომ როდესაც მიდიხარ უსაფრთხოების კარკასის ჩასაყენებლად, ავტომობილი აი თავიდან ბოლომდე დაშლილი უნდა იყოს, სულ დაშლილი უნდა იყოს, მარტო კუზა უნდა იყოს დარჩენილი. შევუწექით ბიჭები, დაავშალეთ, გამოუბრდღვენით, აწყობა არ თუნდ, რომ დაშლაში იმენა ბადალი არ ყავს. აი ეგრევე შევვარდით, ყველაფერი მოუგლიჯეთ, მიუგლიჯეთ, გადაუჭერეთ შნურები, სავარძლები ამოვიღეთ, ჭერი, ნოხი, ყველაფერი ერთ სიტყვით გამოუშიგნეთ, ამ ჩემ ბოქში დავყარე და მე თვითონ ვეღარ შევდიოდი იმ ულამაზეს ბოქში, რომელიც მომცათ ეგეტა მოტორსმა. ერთი სიტყვით მარტივად დავშალეთ, რა თქმა უნდა, დაშლაში და გაფუჭებაში ეხა სირთული არაფერი არ არის მან, მაგრამ მე უკვე იწყებოდა მთელი ამ მანქანის მუღამი. უნდა დაგვედუგა ზუსტად ისე, როგორც მუსტანგი დავდუგე, ზუსტად იმ ადამიანთან, გოგასთან, რომელმაც ომოლოგირებულა თავისი სტანდარტები, თავის წესები, თავის ყველაფრით ჩატედუგები, ანუ ჩატედუგები ნიშნავს, რომ დუგებს ვეძახეთ ეხლა დრიფტერები. ის ტრუბები, უსაფრთხოების კარკასი არის სპეციალურად ამ მანქანისთვის მოღუნული, ეგეთი ჩამოდის, ირეკოს ფირმის არის და ეგ უნდა დაგვემონტაჟებინა გოგასთან. მაგ ყველაფერს გოგას ჩამოაქვს, გოგა აყენებს, გოგა ადუღებენ ეგ მთელი გუნდი და ერთი სიტყვით მუსტანგზე ისე გააკეთეს, რომ ყველას მოეწონა. ამიტომ გადავწყვეტ BRZ-ს გოგასთან და წასულყო. ვინმეს თუ დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, თქვენს უსაფრთხოების კარკასის სპორტულ ავტომობილს შეგიძლიათ მიმართოთ გოგას. ანუ მონაცემს რა თქმა უნდა აღწერაში დავტოვებ. მოკლედ პროფესიონალურად, აი ყველაფერი, აი ეს ნაკერები რაც არის დუგების იდეალურად, მორგებული იდეალურად, აი ყველაფერი იდეალურად არის, აი ჩაძეძგილია საკაიფოდ, დიდი სივრცე რო დარჩეს მძღოლს საჭესთან და ერთი სიტყვით როგორც უნდა იყოს ისე არის. ამ დუგებით, ამ უსაფრთხოების კარკასით შემიძლია ნებისმიერ შეჯიბრში მივიღო მონაწილეობა, აი ნებისმიერ, იმიტომ რომ ამას თავის სერტიფიკატი გააჩნია და ყველა სტანდარტების და წესების მიხედვით არის შედუღებული და ჩამონტაჟებული. მოკლედ, მაგის მერე უკვე ეს ავტომობილი წამოვიდა იქიდან. უნდა შეღებილი იყო ეს დუგები, რა თქმა უნდა ნახეთ როგორ არის შეღებილი, არის რუხი, რაც მუსტანგში არის, უბრალოდ ამას ლაკიასხია და უფრო პრიალებს, ანუ ორივე ძალიან მომწონს, მაგრამ ფერი უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების კარკასის რუხი აუცილებლად, იმიტომ რომ არ გაღიზიანებს შიგნით როზი ხარ, სუთ ხასიათზე არ გაყენებს, ერთხელ წითელად ქონდა დუგები შეღებილი და აი მაგიჟებდა, აი ჩემი წითელი არის ჩემი უსაყვარლესი ფერი, მაგრამ აი ჭკუიდან მშლიდა, აი ცუდად ხდებოდი, ამიტომ რუხი ჩემთვის არის ყველაზე ისეთი ნეიტრალური ფერი და ყველა ავტომობილში სადაც კი უსაფრთხოების კარკასი მიყენია, არის რუხი. ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეხლა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე, აქ არ დასრულებულა, ამით დავიწყეთ დუგებით და შეღებით. უკვე დრო დადგა, რომ ამ მანქანაში ძრავი ჩაგვედგა, ეს ჯერ სპეციალურად არ ხვდი. ძრავისთვის მივმართეთ ტედის ჩვენ ახლობელს, რომელსგანაც ვიყიდე 5-დან 2 M13, ყველაფერში აი გადამყვა, ყველაზე კაი ძრავი შემარჩევინა, რაც კი ხონდა დავათვალიერეთ, კამერით ჩავიხედე ცილინდრებში, რა მანქანის იყო ეგ ვნახეთ, წლოვანება ვნახეთ, გადაცემათა კოლოფი მაშოვნინა, ცეპლენია გამაკეთებინა, ერთი სიტყვით, რაც დამჭირდა ამ მანქანისთვის, ნაწილი
ტედი გადამყვა, აი თავიდან ბოლომდე. ტედის მონაცემებსაც დავწერ, ქვევით თუ რამე ზრავი დაგჭირდება, შეგიძლიათ მიმართოთ. სხვადასხვა ზრავები აქვს, Mercedes-ის ბევრი ზრავი აქვს, ან M13-ის თუ დაგჭირდება, თქვენი პროექტისთვის შეგიძლიათ მიმართოთ და შეიძინოთ მაგასთან. მოკლედ ეს ნაწილები მოვაგროვე როგორც იქნა და უკვე დრო დადგა, რომ ეს ყველაფერი ზრავი, გადაცემათა კოლოფი, კარდანი, მორგება, ბალიშები, პადმატორნები, ყველაფერი მოგვერგო აი ამ სამაგრები ამ მანქანაზე. რა თქმა უნდა, ესეც სპეციფიური პროექტები არის ძალიან რთული განსახორციელებელი, ამიტომ ბევრი არაკეთებს და რამოდენიმე ადგილია, რამოდენიმე ადამიანია, ვინც ესეთ პროექტებს ხელს კიდებს და ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენი მეგობარი, ჩვენი კარლო, თვითონაც დრიფტერია, თვითონაც ეს პროექტებს აკეთებს ხოლმე, ბიჭებს ეხმარება დრიფტერებს და ერთი სიტყვით სპორტული ავტომობილების განხრით არის და მაგ მანქანებს აკეთებს, ან სვაპები იქნება, ან სვაპში იქნება სხვა ზრავი ჩაიდგმება თუ რამეს გადაკეთება დაჭირდება. უკვე მივდივართ იქ რო კაპოტი უნდა ავყადოთ. და ეხლა ჩავიხედოთ როგორ დგას 8 ცილინდრიანი 5-დან 0 აი ამ პატარა ბიარზიში. პირანიაში, მოდი ბიარზი, FRS-ი და ისინი ამოვიღოთ აქვე GT86. ესია ჩაძეძგილია. დაწყრიალებულია. ჩაძეძგილია. ეს ქართული დრიფტი ეგეთია ეხა ძმაო. აქ ტედი აწერია Mercedes-ი 5-დან 0 2006 და G1 არ ვიცი რა. AMG-ის ლოგოები რო აქვს. აიგივენა? ხო, ხელმოწერა. ერთი სიტყვით, აი კი, დინარზე ხა კარგად აღნიშნა, ეს მანქანა ჯერ ისეთი ჭუჭყიანია, გარეცხელიც არ არის. ეს ზრავიც ყველაზე ლამაზი არ არის, მოდი მაგაზეც შევთანხმდეთ. M13 საკმაოდ მახინჯი ზრავია, მაგრამ ცოტა სიბინძური არის, იმ თვალსაზრისით თვითონ ბინძურია, მაგრამ ვინც ერკვევა ესეთ პროექტებში, აი იდეალურად დევს, იდეალურად დევს. ტრავერსის გადაკეთება დაჭირდა, რა თქმა უნდა, მორგება ზრავის საყრდენების გადაკეთება დაჭირდა, რა თქმა უნდა. Weissfab-ი დიდზე რო უხვევს, აი ეს აქედან ზევიდან ეს ლურჯი ფერია ჩანს, ეგეც Weissfab-ის ნაწილია და ქვევით ფლიანი გიტარები ჩანს და მოხვევა, მოხევის კუთხე. ეგ ყველაფერი რო დამდგარიყო, ტრავერსი უნდა გადაკეთდეს, რუელვი უნდა გადაკეთდეს, ძალიან ბევრი სამუშაო არის მაგაზე, რომ აი ეს ყველაფერი მოერგოს ამ მანქანას და ეს 5-დან 0, ამ 5-დან 0 მეტი რადიატორი უნდა ჩამოიგდოს, ვენტილატორი უნდა დაიკიდოს, ერთი სიტყვით ძალიან ბევრი გადაკეთება ჭირდება და დრო მიაქვს. პირდაპირ აიღე და 5-დან 0 ჩააგდე, ეგრე არ ხდება. ზოგადად კუზავში სხვა ძრავს რო დებ, წარმოიდგინე, ქარხნული ძრავით რო გამოდის მანქანა, იმაზე მთელი ინჟინრები ტვინსი რომ როგორ მოარგონ და იდეალური იყოს. ახლა წარმოიდგინე სხვა ძრავს რო იღებ, ორჯერ დიდ ძრავს რო იღებ, 4 ცილინდრიანი და ეხლა 8 ცილინდრიანს რო დებ, რამდენი საჩალი თუ არის, რომ ეს ყველაფერი მოერგოს. კარლო მოკლედ ტედისთან ერთად, თვითონ პროექტზე კარლო მუშაობდა, მაგრამ ტედი ყველაფერში მეგვეხმარებოდა, რამე ნაწილი თუ გჭირდებოდა, ეგრევე გაარკვევდა მომქონდა. კარლო ტედი შეუწმენ მოკლედ წელში აი ამ მანქანას. და რა ვიცი, აი მე ვთვლი რომ ძალიან მაგრა არის აწყობილი. აი იდეა გულით არის აწყობილი. მე როგორც მიყვარს, ზუსტად ის აი გულით არის აწყობილი. ესეც ზევიდან რასპორკას აყენია, ეს რასპორკა პრიალებს, იმიტომ მოვიდა დადგა. კი, ამაში არის შეფუთული ბენზინის ფილტრი. კი, ფილტრი, მაინც გავწმინდოთ, გავფილტროთ ბენზინი, იმიტომ რომ არ ეყენა და ეს დიდი ფილტრი დავაყენეთ. ფილტრი. აი ზუსტად ეგ არის. ჯერ აქ კიდე გამოსაყვანია, ჰაერის შემშვებია, გასაკეთე დასამთავრებელი აქ ფილტრი უნდა დადგეს ჰაერის უკვე და მე დასრულებულია ფაქტობრივად იქოქება დადის, მაგასაც განახეთ როგორ იქოქება. გამშვები კოლექტორი, მათემ ადრე მეც მქონდა იდეაში რომ პიატინოლი უნდა ჩამედგაო და გამშვები კოლექტორი მომცა, გადასაკეთებელი იყო ეგ გამშვები კოლექტორი და მაგაზეც ერთი მხარე ერგებოდა, იმიტომ სხვა მანქანაში იყო მონარგებია და ის ზრავი ცოტა წინდოდა. აქ რომ დავდეთ, მეორე მხარე აღარ ერგებოდა, კუზაოს ხვდებოდა, ეჯახებოდა და ნახევარი გამშვები გადაიჭრა, გამშვები კოლექტორი და მე თავიდან ავაწყე. ეგ ჯაბამ დამისრულა, თვითონ შეადუღა ეგ ყველაფერი და მაგის მონაცემებსაც აღწერაში დავდებ, რამე კოლექტორები თუ გექნებათ გასაკეთებელი, მაგასაც შეგიძლიათ მიმართოთ ან ნებისმიერ მანქანაზე. ერთი სიტყვით ძრავი მოერგო, მე გადადიხარ გადაცემათა კოლოფზე, ცეპლენიას ქართულად არის აწყობილი, იმენა, გატესტილი რაც არის დრიფტზე ბიჭები რასაც იყენებენ, მარტივად და უცებყვები ამ ყველაფერს, რომ თავი არ მოგაწყინოთ. ეგ ყველაფერი რაც გატესტილა პირდაპირ უთხარი, რაც იტესტება, არ აქვს ფას მნიშვნელობა საქართველოში. ბიუჯეტურად რაც კეთდება სამოყვარულო დონეზე, ეგენი მინდა, ოღონდ საუკეთესო რა არის ჩვეულებრივი, არის ისე რა და არის საუკეთესო. საუკეთესო ქართულ პირობებში რაც იყო, ზუსტად ისეთ ცეპლენია დავაყენეთ.
გადაობი ხიდი უკანა მხარეს ხიდი და ყუმბარები ჯერ თავისი არ შემიძლია, იმიტომ რომ ამ სიმძლავრეს ეგ ყველაფერი ეყოფა. ელექტროობას გავიყვანეთ, გააკეთეს, ელექტრობაში გულწრფელად ეს მანქანა დაქოქილი იყო, მოვიდა სპეციალისტი მაგის დაქოქა, მაგრამ გასაღები და კომპიუტერი ასე ნაწილ-ნაწილ დავსბორეთ ეს ზრავი, ან ზბორკა რო ყოფილიყო ჩვენ ენაზე. გასაღები და კომპიუტერი წავიღე გიგასთან, ბელიაშვილზე და იმან დამეპროგრამა და ჩვეულებრივად, всё, მზად არის ყველაფერი, მიაყენეთ, შეაერთეთ და გადაკარითო. დაიქოქა, რა თქმა უნდა, ეგრევე ვალვოლინი ვატაკე. არ მაინტერესებს ნადგომი ძრავია, მაგარი ზეთი ესხა თუ რა იყო, პირველ დაქოქვაზე ეგრევე ვალვოლინი ვტენე. ყველა სითხე რაც კი შეიძლებოდა ვალვოლინში შევიძინე და ჩავასხი, რომ წყნარად ყოფილიყავი, რომ რამე რომ მომხდარიყო, ჩემპე მე არ დამბრალდებოდა, რომ რაღაცა აი თუ ზეთი იყო, როგორ არ გამოცვალე, ისქენი და სითხეებიც ყველაფერი გამოცვალ. უკვე გამოცულია. გადავქოკეთ მუშაობს, მაგრამ ამას ჭირდება ნასტროიკა, აქედან მერე უკვე რომ დასრულდება თავიდან ბოლომდე ეს მანქანა GT Performance-ში გადავიყვან დინოზე, რომ იქ დავანასტროიკოთ. ეხლა ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საინტერესო მომენტი დგება, მე ხომ მიყვარს ეს ბოდიკიტები, ანუ ყველაფერი განიერი უნდა იყოს. C6-ია, რა თქმა უნდა, Z1-ის ბოდიკიტი დავაყენე ადრე რაღაც 5 წლის წინ. C7-ია, იმაზეც განიერი კრილოები აყენია, wide body უნდა ყოფილიყო. Mustang-ია და GTS-ი არის, GTR-ზე გადავედით. Mustang-ია და აჩვეულებრივი Mustang-ი არ მინდოდა ეგრევე RTR-ის ბოდიკიტი. BRZ-ია და ნუ BRZ-ზეც მინდოდა რომ განსხვავებული ყოფილიყო. იმ პირველ ვიდეოში ავხსენი რომ ეს ბოდიკიტი შევიძინე მეთქი, ამანათი ჯით ჩამოვიტანე და უკვე დრო იყო რომ ეს ყველაფერი მოგვერგო. რა თქმა უნდა, ისევ მაგას უბრუნდები, რომ ესეთი საქმეები არის სპეციფიური საქმე არის, რთული საქმე არის და წავედი შოთასთან. შოთამ ყველა მიცით, ჩემი ვიდეოებიდან, ჩემი გუნდის წევრი არის, დრიფტზე მეხმარებოდა, Mustang-ზე და ეხას მეხმარება ეგეთ საქმეებში. Mustang-ზე რაც კი იყო დაყენებული გარედან და მორგებული, ყველაფერი შოთას გაკეთებული იყო და რა თქმა უნდა, მე და შოთა შეუწექით უკვე ამას წელში. ჯერ წრეებს იმიტომ არ ვარტყავდი, რომ დეტალურად მინდა გავიარო ეხა ეს ბოდიკიტი და როგორ ავაწყეთ და რამდენი იწვალა შოთამ. კაპოტით დავიწყებ, კაპოტი აქ ჩამოსხმულია, დაჩისთან არის ჩამოსხმული, დაჩით ჩემი ვიდეოებიდან იცით, Mustang-ის ყალიბები ვინც აიღო და მე რაღაც რომ ჭირდება რო ამტრო ხოლმე დეტალებზე, დაჩის ურეკავ ხოლმე, აი დაჩი ეს გამიტყდა, ახალი მინდა ჩამომისხი და ამ კაპოტის ყალიბი ქონდა უკვე და ესეთი კაპოტი ჩამომისხა, რავი, ამ მანქანას მაგრად უხდება. ეხლა გადავიდეთ იმ ბოდიკიტზე, რაც ვიყიდე და კომპლექტად რაც ჩამოვიდა. ეს იყო ბამპერი თავისი ტუჩით, კრილოები წინა ორი, კარნიზი, უკანა კრილო, ეს დიდი სპოილერი, ამაზე ბევრი მინდა. ესე იმენა დახლი, პატარა დაქტეილი სპოილერი და დიფუზორი. კიდე რაღაც პატარა დეტალები იყო, რომელიც უკვე ჩემთვის აი ზედმეტი იყო ამ მანქანის დასაყენებლად, რომელიც მოყვა ამ ბოდიკის და უბრალოდ ფეხებს დავიკიდე და არ დავაყენე. ეს ბოდიკიტი არის და რეპლიკა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დრიფტზე ვერ გაიმეტებ ორიგინალს, ორიგინალი არ ჭირდება დრიფტზე, იმიტომ რომ 5 მეტრიდან უკან რო წავ, ნებისმიერი დეფექტი რაც შეიძლება კონდეს აღარჩეს და ტრიბუნიდან საერთოდ იდეალური აი ქარხუნზე უკეთესი. ამიტომ ფასიდან გამომდინარე ვიყიდე რეპლიკა. რეპლიკას მოყვებოდა აქ ამორტიზატორები. ანუ ამორტიზატორები რატომ მოყვა, არ ვიცი, ჩინელებმა როგორც რაღაც უნდა ეყენოსო, იქ და ამორტიზატორი გამოატანეს. ანუ არაფერ შუაში არ არის ამორტიზატორი, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქანდარა, დახლი, აქ შეიძლება სარეცხი გაფინო, ტიპები ჩამოსვა, ბიჟად გადააკეთო სადმე, მიამაგრო, მიაჭედო და რავი იქნება რა. მერიაში დაკანონებულია, იმენა გაფორმებულია ეს მანქანა ნომრების მაქვს, ანუ შემიძლია ამის სიარული. ეგ ამორტიზატორები რა თქმა უნდა ნაგავში ჩავყარეთ, იმიტომ რომ არაფერს არ შვება, ამორტიზატორი არ ჭირდება ამას, იმიტომ ეს არ არის მოძრავი, ანუ აერო რაღაცა, დაინამიკი თუ რა მაზაფაკა არ არის, არ უნდა ხო, აქტივ აერო არ არის, მე დამოვიწამდე ლაპარაკში. აქტივ აერო არ არის, ამიტომ ის ამორტიზატორი პირიქით გააფუჭებდა, იმიტომ საკმაოდ დიდი ზომის სპოილერია და მართლა ჩქარა რო წახვიდეს, დაწოლას რომ მიიღებდა, ის სპოილერი, ანუ ის ამორტიზატორი არაფერს არ ჩამოვიდოდა და უბრალოდ გატყდებოდა სამაგრები. რამდენ კილოიანი downforce დაემატა? აუ, იმენა 500 კილოიანი ხო არის და ზევიდან კიდე 500 დაემატა. ერთი სიტყვით მე ვფიქრობ თუნდაც ძალიან ლამაზია. ესენი შოთამ სათითაოდ გააკეთა. აქ აი კუსტარულად, ანუ custom made არის. აი ესენი თავისით გააკეთა. ქარხუნად აქვს ცოტა შიგნით, მაგრამ მე მინდოდა რომ გაშლილი ყოფილიყო, უფრო გაჩაჭყული ყოფილიყო და თლიანობაში არ მეგონა რომ ეს სპოილერი ამ მანქანას მოუხდებოდა, იმიტომ რომ ესეთი სპოილერით აქ BRZ ნანახი არ მყავს. GT3RS-ი შურის თვალით. იმენა, ხო, ესო კარბონის ჩამოვასხა დაჩისთან, იმენა პიზდეცია, ყველაზე მაგარი იქნება. უკანა სტოპები შევცვალე, ქარხუნული არ აყენია, მოდი ავანთებ, ეს მევასება რა, ეს ზოლი რო ანათებს წითლად. ესე ტუმბლერზე დავაყენეთ, მაგასაც მოგივიდეთ, ეს ლამაზი არის, მაგრად მომწონს. ყოველ შემთხვევაში მე როგორც მინდოდა, ყოველთვის ისე ვაწყობ ხოლმე, რაც
წარმოდგენაში და წარმოსახვაში მაქვს და აი უკანა მხარეს ხედავდი ესე. ერთადერთი ეხა იმაზე არ დაწერთ რომ მაღლად გასო მანქანა, იმიტომ დასრულებული არ არის, რა თქმა უნდა დაკიდების სისტემა არის ჩამოსაწევი. ავტოზონა, ჩემი ვიდეოებიდან იცით ხოლმე დაკიდების სისტემა რომ ჭირდება მუსტანგზეც მივედი, მიმართე რომ მეთქი ავი ვიარზისთვის რამე პადოსკა შემირჩიეთ მეთქი. ანუ ავტოზონას აქვს ეს რეგულარულად პადოსკები აი თითქმის ყველა მანქანაზე. ჩამოსდის ეს პადოსკები და აი არ გებს ჩაშკა იმას ჭირდება, ამის ჩაშკა დავაყენოთ სიტყვაზე, შიგნით ღერძი რა გჭირდება, ეს გჭირდება დრიფტისთვის გინდა რომ ჩაიკეცოს და იქ გაჩერდეს, ესეთი ავაწყოთ, გარედან ეს გჭირდება შტოკი, ესეთი ავაწყოთ და ერთი სიტყვით ბიარზისთვის იდეალური პადოსკა გამომატანა, დავაყენე, მე უკვე მაგას დავარეგულირებ, ანუ როგორ უნდა იყოს სიმაღლეები, სიგრუბეები, სიხისტეები და მაგის მიხედვით უკვე წავალ და გავტესტავთ ამ მანქანას. ამიტომ პადოსკები თქვენს თუ დაგჭირდებათ ჩაიხედეთ აღწერაში და მიმართავს მონაცემები და საქარემინა გატეხილი იყო ეგეც ავტოზონიდან წამოვიღე მიგრევა აქ სალონში მოკლედ აი იმენა რა ვიცი ჩემი სამუშაო ადგილია რა ვიცი ესეთი სუფთა დრიფტკარები რა ვიცი ყველა სევასება რატომღაც რო არ დაგევას ყველაფერი აი ეს სკოუში სკამი თავისი ღვედები წითელი ფერებში საჭე GS-ის ლოგო ჩემი რა თქმა უნდა ალანამ, ეგეც ჩემი გუნდის წევრია. აქედან ირთვება ყველაფერი ალანამ ისე გამიკეთა, რომ ფარები იქნება თუ აი ეს შიგნით სალონის განათება, ყველაფერი აქედან მოდის. რა თქმა უნდა, წითელი შუქი მე რომ მევასება, ღამე ესეც აქ არის და ну რა ბევრი რო არ გავატრაკო ძალიან სუფთად ლამაზად ისე როგორც მე მინდა ეს რუჩნიკი ყველაფერი აი ესენი ტოპ სპიდიდან წამოვიღე იცით რომ ყველაფერს ყიდულ ხომ ტოპ სპიდში ორიგინალებიც აქვს ჩინურებიც აქვს ყველანაირი აქვს თქვენ გემოვნებაზეა რომელს დააყენებთ ტოპ სპიდში რავი ტოპ სპიდთან თანამშრომლობ უკვე რავი წლებია 15 წელია მე მგონი თუ მეტი არა იმიტომ რომ მუსტანგი იქნებოდა, E46 იქნებოდა, ეს იქნებოდა თუ ნებისმიერი მანქანა, რაც aftermarket-ი ნაწილები მჭირდება ხოლმე, ან მინიმუმ ფლიანეცები, მივდივარ top speed-ში და იქიდან მომაქვს ყველაფერი. მოკლედ ამ მანქანაზე შემიძლია დილამდე ვილაპარაკო, მაგრამ ძალიან მოსაწყენი გახდება ვიდეო. ამიტომ, როდესაც ეს დასრულდება, როდესაც გავტესტავთ, როდესაც ჩავიყვან ტრეკს და იქ ვიგაზავებ, მერე უკვე დეტალურად კიდე რაღაცეები, რაც გამოჩნდება და რაც მომეწონება თქვენთვის, რაც საინტერესო იქნება, მაგაზე ვისაუბრებ. მაგრამ ისი არ ვიზავრო, ეს ავტომობილი დღეს არ დავქოქო და ხმა არ მოგასმენინო. თუმცა ეგ იქნება ვიდეოს ბოლოს. თქვენ ალბათ cover-ზე ნახეთ Nürburgringის ლოგო და რა შუაშია Nürburgringის ლოგო დღევანდელ ვიდეოსთან. მოკლედ GT Performance-ის ნოდომ დაგვპატიჟა მე და მდინარეზე რომ გერმანიაში წავიდეთო, გავერთოთო, ტრასაზე ვიგაზაოთო, კარგი შინიცელებიც გადავირტყათო და მოკლედ კაი დრო გავატაროთო. სამწუხაროდ მე ცოტა დაკავებული ვიყავ პირადი რაღაცები მქონდა გასაკეთებელი, რაც საინტერესო ხა თქვენთვის ნამდვილად არ არის. მით უმეტეს ეს მანქანის გაქანებულ კეთებაში იყო და ანუ აქ უნდა ყოფილიყავი ყველა ვარიანტში, მაგრამ ნუ დინარაძე წავიდა, მიიღო ეგ დაპატიჟება, მე ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ მართლა მაგრა გავერთობოდი. მივლინებაში იყო დინარაძე, აი ჟურნალისტები რომ მიდიან ხოლმე, ზუსტად ეგრე იყო წასული და აქედან რომ მიგზავნიდა ხოლმე სურათებს ეს რაიონი მადგებოდა რომ ახსენდებოდა ნოსტალგია შეუმაწვა ჩვენ რომ დავგაზაოდით ხოლმე ტრეკზე. თან ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო რომ ნოდომ თავისი M2 აი გაუბიცა. აი მე რასაც ვიძახდი ტესტ დრაივში ეგ M2 რომ გადავიღეთ ნოდოს მანქანა, აი იმის მერე იმდენად შეცვალა ეგ მანქანა და იმდენად რადიკალურად სხვა მანქანა გახდა რომ აი გული მწყდება რომ ეგ მანქანა ვერ ვატარე და ვერ ვატარე, იმიტომ რომ ნოდომ ეგ მანქანა წაიღო და ჩაიტანა Nürburgringზე და ეგ გაუბიცებული M2-ით და გაზაობდნენ დინარაძე და ნოდონდა მე ჩურიანი თვალებით Instagram-ზე სურათებს და სტორებს უყურებდი. ერთი სიტყვით დაუბრუნდეთ ახლა გერმანიას, დინარაძე იქ იყო ჩასული, კადრები გადაიღო ნოდოსთან ერთად, როგორი არის ტრეკზე, იმიტომ რომ ჩვენი ჩელენჯი დაწყებული რაც იყო Nürburgringზე რომ ჩავედით თბილისიდან მანქანით მე პატარა სიმბოლური დრო რო დავაფიქსირეთ, მე რო ჩამოვედით უკან ეგ დავაჩელენჯეთ და ჩვენს მე ჩვენი ვიდეოების მე ძალიან ბევრმა დაიწყო საქართველოსთან სიარული გერმანიაში, კონკრეტულად Nürburgringის ავტოდრომზე და იქ დაიწყო უკვე ზოგი რეკორდს ხსნის, ზოგი საკატა ჩადის, ზოგი უბრალოდ გადაფრინდა და იქ მანქანას ქირავს და ისე ჩადის, მაგრამ ის საფუძველი ჩვენ ჩავუყარეთ, რომ აი შეგიძლია, რომ აქედან წახვიდე გერმანიაში და მაგრად გაერთო თუ ხარ ავტო მოყვარული. ამიტომ ნოდომაც მიიღო ნაწილობრივ ჩვენ ჩელენჯში მონაწილეობა, ნაწილობრივ იმიტომ რომ ამ მანქანით ანუ თბილისიდან პირდაპირ თავის ხოდით არ გაგაზა გერმანიაში, ჩაიყვანა იქ და მე იქ უკვე დაადუღა მთელი გერმანია. ერთი სიტყვით ბევრი რო არ ვილაპარაკო, დინარაძემ რაც გადაიღო, შეგიძლიათ დატყვეთ მაგით და როგორც კი ეგ გერმანიის ისტორიები მორჩება, დავქოქოთ ეს მანქანა და ხმასაც მოусმინოთ.
მოგესალმებით მეგობრებო, ნიურბურგრინგიდან. ამჯერად გიოს გარეშე ვარ. ეს მანქანა თქვენ გეცნობათ, ეს არის ნოდოსი, ნოდარსვანიძის ნოდო GT Performance-ის ავტომობილი M2, რომლის ტესტ-დრაივით ჩვენ გადაღებული გვაქვს, მაგრამ ატყობთ, რომ ეს ავტომობილი სუნთლიანად სხვანაირია. ამაზე თვითონ ნოდო გეტყვით, როგორი ავტომობილია, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენც რაღაცა პატარა წვლილი მიგვიწვის იმაში, რომ ეს ნიურბურგრინგზე მოგზაურობა ქართველების ძალიან პოპულარული გახდა და თქვენ ალბათ ყოველდღე ვიდეოები ხვდებათ, როგორ ჩამოდიან და დადიან ნიურბურგრინგის ტრასაზე ქართველები და რაღაც შედეგებსაც აფიქსირებენ. ეს ადგილი გახდა ძალიან პოპულარული. აქედან გამომდინარე, ნოდომ, იგივე ნოდო GT Performance-მა გადაწყვიტა, რომ აი ესეთი სრულფასოვანი, აი რასაც ხედავთ მთლიანად, აი აქედან აი აქამდე გაეკეთებინა სასტუმრო guest house. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უკვე 2026 წლიდან დაიწყეს ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ეხლა არის ნოემბრის ბოლო, ნიურბურგრინგის სეზონი თავდება, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. ეს არის ჩემი ნადირი, ეს არის ატრი, რომელიც ვიქირავე, სამწუხაროდ ნოდომ კოვშები ჩააყენა M2-ში და იმ კოვშებში მე ვერ ვეტევი, უბრალოდ მძღოლის კოვში, რომელიც არის ნოდო ბევრად გამხდარი არის. იმაში ნოდოჯდება და გვერდზე ოდნავ დიდი კოვშია და იმაში მე ვეტევი. ანუ გვერდზე ჩაუждები, რაღაცებს გადავიღებ, მაგრამ მე სამწუხაროდ M2-ით ნიურბურგრინგზე ვერ გავიკეთებ. მაგრამ ტრადიცია რო არ დავარღვიო, აი ამ 103-ით ერთს შევალ და შევიშხუილებ. მოკლედ ახლა ნოდოს მინდა დაუძახო და ზოგადად ორი სიტყვით მინდა მოგვიყვეს რა ხდება, რა საპირებს, რა გააკეთა და ზოგადად მანქანაზეც რა იმედებს ამყარებს. მაყურებელმა ეს ავტომობილი იცის, იმიტომ რომ ამ ავტომობილის ტესტ-დრაივი გადავიღეთ, მაგრამ და სხვა შორის გიო მაშინ თუ გახსოვს თქვა კიდევაც რომ რაღაცა მაგრა არ მომწონსო და ძალიან ცუდა დადისო და თქვენ თქვით მოაყრისო კარბონებს. მე თვითონ არ მეგონას მოაყრისო. ხო, რა, ვაფშეცო, მაგრამ ზოგადად სიარული არ მოეწონა, თქვა რომ ცოტა ნიტოც დგასო და რაღაცაო და მოკლედ მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებელს რო უფრო დეტალურად აუხსნა რა გაუკეთე ამ მანქანას. ხო, ანუ ქარხნული ჯესერია სამწუხაროდ კატასტროფა არის, ჯერ კიდე M3 რომ ყავდა იქიდან, ანუ მართვა არა აქვს რა, საერთოდ. და იგივე იყო ეს M2-იც. მაგრამ ძალიან ბევრი ჩარევა გავაკეთეთ და აი რადიკალურად შეიცვალა მანქანა. ეხლა არის აი იდეალური ალბათ რა ტრეკისთვის და მართვისთვის. მოდი ჯერ ვიზუალი დავიწყოთ და მე ტექნიკური მასალა. ხო, ვიზუალურად რა არის ახლა? ეს ყველა შეატყო რა თქმა უნდა. ყველაზე მარტივი რაც არის, ანუ სპოილერი, მაგრამ მარტო სპოილერი არ არის, ეს Verus Engineering-ის მთლიანი კიტი არის აერო რა, რომელიც პროსტა სილამაზე არ არის. AliExpress-ზე ნაყიდი არ არის. ხო, თავის არეგულირებები აქვს, angle of attack-ით მიხედვით აყენებ downforce-ის რამდენი კილო გინდა, რამდენი კილომეტრ-საათზე და მასე რა. ბაგაჟნიკი აი ესენიც მუშაობს, vortex generator-ები ქვია, ქმნის ისეთ ჰაერის ნაკადს, რომ ამან უფრო ეფექტურად იმუშაოს. ესეც კარბონია პროსტა ვიზუალურად არ მოგწონდა და შევღებეთ და შიგნიდან დავტოვეთ, რომ მაინც დამჩატებისთვის და რამდენი ჩატეა ხო არის? ალბათ 4 კილო თუ 5 მოვიგეთ იქ და იგივე კაპოტში. ხო. ეს წინაც ეს აეროპაკეტები იმის გრძელდება. ეს ფუნქციონალურია, ის არ გეგონოთ რაღაცა პროსტა 2 ხო, ეს სადაც გინდა იქ ლამაზია, იქ არ უნდა დააკრა. თავისი ადგილია. მოყვება, ხო, და იქ უნდა დააკრა. ნუ მე მოკლედ ამაზე ვიტყვი რა, ეს ტუჩი ეხა არ მინდა ექსპერიმენტი ჩავატარო, მაგრამ ისია რომ ანუ წესით ნუ ჩემნაირი მძიმე არა, მაგრამ ნოდორო დადგეს გაუძებს. ეს არის თლიან ძირზე მიმაგრებული ტუჩი არის, რომელიც ანუ შასი მაუნტით ქვია. პროსტა ბამპერზე მიწეპებული ორმაგის კოჩით არ არის რა. რეალური ფუნქციას ასრულებს. ხო, ქვევით რა, ლამის კოლოფამდე მიდის. და დისკები, ხო. დისკები Apex-ი აყენია, განიერები, იმისთვის რომ დაგვეყენებინა მაქსიმალურად განიერი ნახევარ სლიკი. წინ არის 285-ზე გაზრდილი, წინა საბურავის უკან 305-ებია რა. ნუ მოჭიდება აქვს ყველა იტოქში. დაკიდების სისტემაზე რა ხდება? დაკიდების სისტემაში შეცვლილია ძალიან ბევრი რაღაცა, suspension secret-ის ნაწილებით არის, ანუ წინა რეგულირებადი camber plate-ები, ანუ ეგრეთ წოდებული ჩაშკები, უკანა რეგულირებადი გიტარები, დინანის კიდე რაღაცები აყენია წინა გიტარის რაც იპრესება და რაღაცეები. უკანა ხიდის აი ხმაზე კითხულობს ყველა ეს წუილი რა არის. ანუ უკანა ხიდი ქარხნულად არის ოდნავი დახრით და კარდანი არის დახრილი.
ხო და მაგას აყენებ ზევით, სხვანაირი დაკიდება იყიდება და მიბჯენილია პირდაპირ კუზაოზე და საბურავზე დანაკარგი ნაკლები გაქვს მაგის გამო და მართვაშიც გეხმარება, იმიტომ რომ ის ძვრა აღარ აქვს და ეს ძვრა რო აღარ აქვს და პირდაპირ კუზაოზე რომ მიმაგრებული, პირდაპირ ხიდის წვილი გადმოდის სალონში. AC შნიცერის ქოილოვერებია რეგულირებადი სრულად და ეს სეტაპი არის გაკეთებული გერმანელებთან ერთად იმენა ნიურბურგრინგისთვის. ჩარჩფაიფი აყენია ეგეც იმ პონჩი რომ არ გაძვრეს ოდესმე და იყოს სამუდამო, თორე სიმძლავრის პონჩი ეგ არაფერს არ გვაძლევს. კიდე რა? ცხენის ძალა არის 580 საბურავზე, აი ეხლა რა იმ სეტაპზეც ვარ, ეს არის ქართულ საწვავზე 98 ბენზინზე ნასტროიკით რაც იყო, იმით ჩამოვიყვანე აქ, მაგრამ აქ არის 102 ოქტანიანი საწვავი. ანუ 100 არის შემდეგი ბიჯი და აქ დაჟე 102 არის. ან სადღაც ბევრად მეტი შეიძლება ამ 102-ზე რომ იმასაკნა რა მიიღო. სადღაც 650 შეიძლება და თუ მოვასწარით წელს გადავანასტროიკებ და 650-ით ვეცდები რომ გავიარო ტრეკზე. ეს კოუშები არის. რომელშიც მე ვერ ვეტყვი იქეთ და აქეთ შეიძლება წიხლით. სხვადასხვა ზომა, ხო, ის ჩემ ტანზე არის. ეს ოდნავ დიდი არის რომ ანუ ყველა შეეძლოს გასეირნება. რინგ ტაქსის სერვისაც ხო არ ამატებ რამე რო იყოს სასწაულთან ერთად. უკანასკამებიც ეხა ამოვიღეთ, თორე ისე შეგიძლიათ ჩაყარო და რამე გამოყენებადი არის. კაი, რას ფიქრობ ეხა იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ცუდი ამიდია და სიცივეა და წვიმაა და ტრეკის სველია. რას უმიზნებ ეხლა? სადღაც 7-20-ში მე მგონი რომ გავივით ამან. 7-20-ში თუ მშრალი იქნება. თუ მშრალი იქნება, სველზე პროსტა ნუ აი ვერ ვიყენებთ ბოლომდე ამის პოტენციალს. ოკეი. და დავერიოთ პორშეებს. გავერთოთ ჯობია, მგონი ჩემი. რეკორდის დედა.
ხდება, ბრატ. იმას მივუძნათ მეთქი ეს წრე და ბოლომდე დავაბაბანე 7:42 სველია მაინც ადგილები და ნუ იასნია ღია ტრეკდეია და მანქანები მაინც გუშლიან რა. Так, ოპტიმალი გვაქვს 7:39 დაჟე. ანუ მაგ დროში გავივლიდით, რომ მანქანებს არ შეეშალათ და სხვა წრეზე ის სექტორი უკეთესი გქონდა რა. ნახე, დავიწყეთ 10:0, იმიტომ რომ ვაფშე წყალი იყო. მერე ცოტა შეშრადა 8:40. მერე შენთან ერთად ვიარე, მე მგონი 8:53. მე მგონი. შორენასთან ერთად ვიარე მანტაი რეისინგის იმას რომ პროსტა არ მატარებდა, ნელი იყო, ყველა იმაზე ვეწეოდ. მერე იყო კარბელასთან ერთად და მერე 2 ცალი ლუკინოსთან. ან ეს 3 ბოლო ლუკინოსთან ერთად არის. უყურეთ ხო როგორ ერთობოდნენ ჩემ გარაში გერმანიაში. ძალიან მაგრადი არა ნოდო, მაგრამ სანამ ნოდოს სიარულზე გადავა, ალბათ მანქანას ნახეთ, რამდენად სხვანაირი მანქანაა, რადიკალურად შესულია. იმენა ტრეკის მონსტრად ააწყო ეგ მანქანა და ნუ ეგეთი M2 უკვე აი პირდაპირ გატესვას არ უნდა მაგას, აქედან უკვე დიდი რესპექტები და გულები მივაყარე, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. რაც შეეხება ნოდოს ტრეკზე ისე ძალიან მაგრად დადიოდა ვინმე თუ არ იცოდა, მაგრამ აი ის კარგია რომ ჩვენ დროს ყველა ეჭიდავება და ნუ ეგ ჭიდაობა აღარ იყო. იმენა პიროვნულად მიიღო, მე მგონი ისეთი მაგარი დრო დადო და ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ჩელენჯი იყო ცარიელ თურცელზე უბრალოდ დრო, ჩვეულებრივი დრო, რას ვეგაზავებოდი იმითაც არ ვიცი, ანუ რა დრო უნდა ყოფილიყო კარგი და ცუდი. რეკორდი მოხსნა სრულფასოვნად დავით ნუცუბიძემ, ჩავიდა თავისი 36-ით ტრეკზე, იარა უკეთეს დროში და მერე უკან დაბრუნდა. ანუ რესპექტი ჩემგან, ნოდოს რესპექტი, კიდე ძალიან ბევრი ხალხია, რომელსაც ანუ აღარ დავასახელებ, იმიტომ ვიდეოს არ იღებენ და იუთუბერები არ არიან, მაგრამ მაგრად დადიან ტრეკზე, ყველას რესპექტი და იმედია ჩვენც კიდევ ერთხელ ჩავალთ და უკვე საკუთარ დროს და სხვის დროს შევეჯიბრებით. გადმოვედით ქართულ რეალობაში, ბიარზე შევზივარ, ჩემი სამუშაო ოფისი, ოთახი აქ არის და ახლა შეგვიძლია უკვე დავქოქოთ და პატარაზე ხმას მოусმინოთ. ეს უნდა განახოთ ინა შარლოტას გასაღები უხეშის ბრელოკით. მოგეთ 8 ცილინდრის ხმა ყველაფერს უხდება, ანუ ყველაზე მანქანას უა იყო და 8 ცილინდრი, აი პრიუსში რომ 8 ცილინდრი ჩადო, უკვე პრიუსაც სხვა თვალით შეხედავ. აი სხვა თვალით შეხედავ. ამიტომ გონია რომ ეს პირანია, ეს გადატენილი ნადირი იქნება ძალიან სასიამოვნო სამართავი. დღეისათვის სულ ეს იყო, ეს მანქანა ისევ აქ რჩება, ეს ადგილი ყველას გესმენთ, ეს ტერიტორია, ეს არის ლუქსავტო, სადაც აქ უკვე ფირი უნდა გადავაკრა, დამუშავდება ეს მანქანა, რომ ვარგისი იყოს ფირისთვის, ფირს ჭირდება გაპრიალება ზედაპირის, ამ ყველაფრის, ანუ ავტომობილის ზედაპირი უნდა გაპრიალდეს, რომ კარგად დაეკრას და გადაეკრას ფირი. დავტოვებთ ამ მანქანას აქ, ფირი დაეკრება, გალამაზდება, დავწევთ პასატკასაც, ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც საჭირო და მერე უკვე შემდეგი ვიდეო პირდაპირ გვერდულად, აი პირდაპირ ზანოსიდან უნდა შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი ყოველთვის. მოგწონთ თუ არა პირანია, რაც გამოვიდა, რა ჩანაფიქრიც იყო და აი თქვენ თუ თვლით რომ ლამაზი ავტომობილია. არის უბრალოდ კომენტარებში გაგვაგებინეთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მეც ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ ამ ვიდეოში, საკმაოდ ხანგრძლივი ვიდეო გამოვიდა, დიდი ვიდეო გამოვიდა, მაგრამ წესით საინტერესო ვიდეო. დარჩით ჩვენ ახლა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით.